ესე იგი, ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, შევეცადე რომ შევცვალო ცოტა ჩემი სკოპი რა. უნდა ვაღიარო ერთი რაღაცაც, რომ ემიგრანტად ყოფნის დროს თითქოს რაღაცა დანაშაულის შეგრძნება გაქვს, როცა ლაპარაკობ რაღაც თემებზე, რაც საქართველოს ეხება და შენ კიდე თბილად ხარ მომჟდარი აღთქმულ მიწაზე, ეგრეთ წოდებულ დასავლეთში და აქედან მოძღვრავ რომ აი ბიჭო, იცი რა, ასე რა, ისე რა. რაც რაღაც მომენტში არასასიამოვნო შეიძლება იყოს მსმენელისთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, რომ შეჩემა რეებს ბაზრობ, როცა არც ცხოვრობ აქ რა. და უსამშობლო ლაჩარო, როგორ წახვედი ვაფშე და როგორ არ ჩეგეთი რაღაცები. მაგრამ ნუ რას იზავ ხო, ყველას თავისი აზრი აქვს და ვერ შეცვლი რაღაცები ეგეთი იქნება რა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ინგლისურად რანტაობა ვქვი მაგას. ამ რანტაობებში არის რაღაცა ღირებული, რაც შეიძლება ახსნა იმით, რომ აქ დისტანციაზე რო არის ტვინი რა. აი ქართული ტვინი, მე ხო ქართული ტვინი მაქვს რა. დისტანციაზე ტვინი რა, რაღაცებს სხვანაირად შეხედავს. ამ კულტურაში რო აირები და რაღაცა გადამაფასებ და პერსპექტივებს ხედავ და მე ამას ჩეკავ აქეთ რა. სხვადასხვა შპარგალკა მაქვს ხარა, რომ არაურიო აზრები. დღეს მინდა შევეხო მოკლედ ძალიან ისეთ თემას, რაც არის ცოტა რთული, მძიმე, ბევრისთვის ტრამატული შეიძლება იყოს და არ ვიცი, ალბათ ბევრი ტალახი მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს არ მოხდება, იმიტომ რომ კარგი განზრახვა მაგბეზია, არ მესროლოთ რა. და რატო ეს თემა რა? ბევრს ვფიქრობდი რომ ხა დავაება კიდე რა თემა მაწუხებს, რაც არის ესეთი სხვაობები კულტურული რა, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც ვერ ვთქვამ რა, კარგად ვერ ვაყალიბებ, დამაბრმა ფარებმა. ვერ ვაყალიბებ, კაროჩე. ესე ერთ-ერთი რო ველაპარაკებ მეგობარს ან სამეგობროში რო ელაპარაკობ ჯგუფში, რა, იმიტომ რომ რაღაც იგივე თემა არ არის, უფრო მართლა ესე ჭირდება. და ამაში შთაგონება იყო ეს თუ ზურაჯიშკარიანი რო არის მუსიკოსი რა. ზურაჯიშკარიანი ზომბი რო ერქვა და ახლა უკვე გადაიკეთა და ახლა მწერალია და ასე შემდეგ. ეგ კაცი არის მოკლედ აფხაზეთიდან და მაგის პოდკასტს უსმენდი და ელაპარაკობდა ამ აფხაზური დევნილობის ტრაუმებზე რა. და ძალიან საინტერესო არის, რაღაც ახლოს მოხვდა, გულთან ახლოს მოხვდა რა და ეხლა არ ვიცი აქ ევროპაში მყოფი ქართველის პერსპექტივიდან მანდ რა შეიძლება საინტერესო გაიგოთ, მაგრამ ერთი რაღაცა არის რისი გამოთქმა სუმინდოდა რა. ეხლა მე მოგეხსენებათ, არ ვიცი, ვინც იცის არ იცის მეშლობა აქ, თბილისიდან ვარ და ორი რაღაცა ჩემ თავში თელი დღე დამოსწრება, რაც არასდროს არ მესმოდა და ვერ ხვდებოდი და ცოტა ესეთი იყო რა, აი თბილისელობის მიმართ მქონდა პრეტენზია რა, რომ პირველი არის ეს ნუ დევნილებსაც შეეხება რა, დევნილების მიმართ ესეთი ამრეზილი დამოკიდებულება, რაც ძესკაციც ლაპარაკობდა რა, რომ ვერ ხვდები რატო უნდა მოექცე მას შენთან მოქალაქეს რა, შენთან მოძმეს ბრჭყალებში, ანუ იმას რა, რომ ადამიანი რომელიც შენივე ენაზე ლაპარაკობს, მაგარაც იქ თქვა ხა ვაკოპირებ იდეაში რა, მაგრამ ანუ ძალიან ირეზონირა ჩემთანაც რა. როგორ შეიძლება ეგრე მოექცე ადამიანს, რომელიც შენივე ენაზე ლაპარაკობს, შენივე სარწმუნოება აქვს, შენივე კულტურა აქვს, შენერად დაცვა, შენერად ფიქრობს და ესე მეორე ხარისხოვან ადამიანად მოიხსენიო და რაღაცა წარმომცირებელი ტერმინებით მოიხსენიო. დააბუნიგო კაროჩე რა. ტეხავს თო, ანუ რაღაცა აი რა პონტია. აი სტუდ ქალაქში რო ცალკე გეტოსავით იყო და როგორც ამერიკაში ისევ ესესხები ბატონო ზურაბ ჯიშკარიანს რო გეტოში რო ხარ და იმაში სოციოლოგიაზე სწავლისასო როxმისი გეტოს გამარტება რო ეს არისო რა ქვია სოციალურად მოწყვლადი ტიპებია ვაფშე გარიყული ყველაფერთან შეტენილი ერთ ადგილასო მართლა ეგრე რო იჩთება ჩვეულებრივი ქართველები პროსტა ცოტა მოშორებთ რამდენიმე ასეული კილომეტრის იქიდან წამოსული ქართველები რო გეტოში არის რა პონტი არის არ ვიცი დღემდე რადგან შევავლე და მეორე არის ეს რეგიონების მიმართ ამრეზილი დამოკიდებულებაც მაგრამ ნუ გასიზავ რა ეხლა მანდ ეგ პირდაპირ კავშირშია აქაურ დაკვირვებებთან რა იმიტომ რომ აქ მაგალითად ეხლა მოდი ჩრდილოეთ ბელგია ვიყოთ რა ეს ფლანდრიელები რა იძახენ რომ ო ბიჭო ფლანდრია იმდენად ნაირსახეებიანი და კულტურულად მრავალფეროვანი მხარე არისო ბიჭო სოფლიდან სოფლამდეო დიალექტები იცვლებაო და შეიძლება კაცმა მეორე კაცს ვერ აგაუგოსო იმიტომ რომ სიტყვები იმდენად იცვლებაო რომ აი სასწაულია პირდაპირ ლინგვისტური შემოქმედება არისო და მე მაგან დავამფიქრე აკრას მაგაზე რომ აკრას ჩვენც ეგრე არ გვაქვს ეს აი ხშირად მოსმენია თბილისელებისგან ძალიან ბევრი დაცინვა ტონზე რომ აი ლეს იყენებს ფუ რა პონტია ძმა ეს ჩამოთრეულები სიმონ და რაღაც არა სიმონ ვაფშე და ქუთაისური და მაგრა არასწორებს რა აპონტია ეგრე ბაზრობს ტიპი და რაღაც თელი თავისი ეს აქ რეგიონალური ისტორია დააქვს თავისი ამ კილოთი და ასე შემდეგ რა და ტეხავს რა აქეთ ეს ჩემისები თუ ამაყობენ რა ჩვენ რა ვის რა ვირი მოუპარეთ რომ იგივე არ ვქნათ რა ეგ ისე რა პროსტა მაინც то მაინც არსებობს ეგ მაინც რაღაცნაირი უცნაური სნობიზმია რა ჩაბეტონებული ბევრ დედაქალაქებში რა
ხო. და მოდი ახლა მინდა გავაგრძელო ეს თემა ვაფშე აფხაზეთიდანაც დავიწყე რა. რაღაც მომენტში მე მაგ აფხაზეთის პონჩი და თან ფიქრობ რომ ეს გამოთქვა რომ ქართველი რაც შორს იქნებაო ქართველი კაცი ღვინოსავით არისო საქართველოსთან შორს წავა უფრო ძმარდებაო რა ვერ კაჩავსო მეც ეგრე რაღაც ეგრე ვართება რაც უფრო შორს ვარ თან გაზრდილი მიდეით რომ ეს ევროპა და ყველაფერი აღთქმული მიწაა და მანდ ვიარო მოსესავით და მანდ მივიდე და მანდ მეშველება რაღაცნაირად ბედმომა აქ მომიყვანა რა და რაც მეტ დროს უთმობ ამ აღთქმულ მიწაში ყოფნას რა მეტად გარბის გონება იქით საქართველოსკენა და ეს გადააზრება მიდის რაღაცეების და თქვა ახლა ამ ბოლო დროს გამიტაცა 90-იანების ისტორიაზე კითხომ და მოსმენამ და პოდკასტები ტიპები ვინც მაგ პერიოდში იყვნენ რა თქმა უნდა მე ცალმხრივად ყველაფერს ერთდროულად ვერ დავამოყავებ მაგრამ რაღაცები ჩავმიყალებ და მე რა შეხედულებები და რაღაცები და დასკვნები გამომაქეთ საიდან მაგ ყველაფრის კვლევით რა მოსმენებით და ასე შემდეგ და პლუს აქ ხალხს რო ხვდები ურთიერთობა რომ აქ ხალხთან მაგალითად აქ მაგ ადგილობრივებთან ურთიერთობაც რა მოდი მოიხსენებ ცოტა რასისტულად თეთრებთან და არათეთრებთანაც რა ანუ ყველა მესამე ხარისხოვანი ქვეყნებიდან მეორადი ადამიანები ვინც არიან მაშინ დასავლეთში რა მარტო რომ მომსახურების სფეროში დამლაგებელი ან მუშა ან რაღაც ეგეთი რო არის რა რო არ ასუნინებენ მაღლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა რა მაგალითად აფრიკელებისგან ვისაც ძალიან დიდი ტრავმა აქვს ამ კოლონიალიზმის რო კაროჩე ვინცაც არ დაეძარა ყველა ამოისვა ერთ ადგილას და გაძარცვა ტიპები და რაღაცა იქით სამხრეთ ამერიკელებიც დაახლოებით იგივე რო იქ ამერიკელებმა მოასწორეს მიწასთან ტიპები და ასე შემდეგ და ნუ უკრაინელები ხო ცხადია დღეს ახლა მიაქვს და მაგიტომაც ზიზღით არიან გამსჭვალულები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისადმი რა ჩვენი საყბარელი კურნოსა რუსაპეციკი იმპერიალისტი ხაიმების მიმართ რა მაგრამ ნუ ეგ სხვა ამბავია და მოკლედ ამ ტიპების იმასაც რუსმენდი ისტორიებსაც დავამოღამდი რომ აუ ეს ისა ნეოკოლონიალიზმი ძმაო ის თავის დროინდელი მე-19 საუკუნის კოლონიალიზმი როცა ევროპა რეალურად შექმნის იყო შესული და მას გვიტრიალებდა ქვეყანას და გვახევდნენ და გვძარცვავდნენ. ეგ პერიოდიო კი არ მორჩავ, ეხა პროსტა დემოკრატიითაა ჩანაცვლებული. ყველა მაგაზინი იმაშობა ჩივის რა, ეს უცხოელები. და მე 90-იანების კვლევით და რაღაც. რომ მეც რაღაც პონჩი დავიწყე მაგის დამოღება, რომ იდეაში ჩვენც რა, ამ ქართველებს, ამ გორჯესტანელებს, ამ გრუზინებს, ამ არ ვიცი, ამ ჯორჯიელებს რა. იგივე გვიჩალიჩეს რა. ოღონდ პროსტა იცი როგორი რაღაცაა, რომ აი ისტორიული უსამართლობა თუ მოდი დავარქვათ ისა ფილოსოფიურად რო წარმოვიდგინოთ უნივერსალური სამართალი რო არსებობს ეგეთ გარემოში დაგვემართა ეგ რა რაც უნივერსალური სამართალი არის არც ყოველას გვინდა რომ იყოს მაგრამ არ არსებობს რა არსებობენ პროჭები და პროჭები იცებენ პროჭულად და მაგას ვერაფერი ვერ აჩერებს ხანდახან რა ყოველთვის ეგეთი არ იმარჯვებს სამწუხაროდ თუ რაღაც ეგეთი და ქართველებს კაკრას აი ეგ სტორილაინი გვაქვს ჩატვირთული ხა რომ კაროჩე თავის დროზე ხო 1801 წელს ხო გაგვაპარტახა და მოგვისვა ერთ ადგილას რუსულმა იმპერიამ რა. ბევრი რაღაც მოგცა, ბევრი რაღაც წაგვართვა, ბევრი ადამიანი დააჩლუნგა. მე ისა საბჭოთა კავშირი, მანაც ბევრი რაღაც მოგცა, ბევრი რაღაც წაგვართვა, ბევრი რაღაც დააჩლუნგა, ბევრი ადამიანი მოკლეს, ამ ბევრი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი მოკლეს. ასე შემდეგ და ესე გადათელვის ტალღები და კაკრას 90-იანები კიდე ახალი ტალღაა ეგეთი რა. კიდე ერთი ძარცვის და წართმევის და მიცემის და აღებმიცემობა და ასე შემდეგ რა. რას გულისხმობ ამაში ხა მთავარის დროა ისტორიულმას თუ გადავხედავთ რა ტაიმლაინი რა ინგლისურად რა ეს მოვლენათა ჯაჭვი რა არის მერე მოხდა რა ძალიან საინტერესოა რა ეს პერესტროიკა მერესტროიკა თავზე წითელი ლაქიანი გარბაჩოვი რაღაცა ისაო აი ლიბერალიზაცია ჩვენ უნდა გავაახლოთ საბჭოთა სისტემა რაღაცებს ბაზრობს და მე ყველაფერს ენძრევა გამოყავს ჩვენ ზვიადი თითებს იქნებით ეროვნული მოძრაობა და კარგად იქნევს თითებს, იმიტომ რომ ხალხს მაგრა იყოლიებს რაღაცა. მე არჩევნებში რატომაც გაიმარჯვეს ზვიადმა რაღაცა, ჰაი-ჰოი, დემოკრატია ყმავის და ბამ. და მე პუჩი და რაღაც რა. რასაც თქვენ სამოქალაქო ომი რა და რავი, ძალიან უცნაური აბიჭო, აი ხა არ ვიცი, მე სპეკულაციებში და პოლიტიკაში არ მივდივარ, მაგრამ სად მივდივარ რა. რაღაც პოჩი იცი რა მიტყდება, რომ აი რაღაცნაირად ახალი წელთაღრიც ხო გვაქვს მაგამდან რა პუჩიდან რა როცა გადატრიალება მოხდა სახელმწიფო გადატრიალება ან თუ გინდა რევოლუცია დაარქვას ვისაც უნდა რა ან სამოქალაქო ომი სადაც ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს რო ესრულეს ან მაგრად ეხავს ბიჭო ეგეთი რაღაც რომ ეგ რო გავანალიზე მივხვდი რომ ფუ ჩემი სად ცხოვრობ რა რომ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს თითქოს სახელები არ აქვს დარქმეული ყველაფერს რა და ტიპები ვართ მაგრამ რაღაცა უცნაურ ტრიპში ვართ რა ამ რაღაცა ფსიქოზი გვაქვს რა და ამ ტრიპში ვართ, სადაც, კაროჩე, თავზე დაგვამხეს
ჩვენი არჩევანი, ვიღაცებმა თავიანთი ინტერესების გამო და დღესაც რაღაც მაგ შედეგების მაგ ქმედებების შედეგებში ვართ რა. დღესაც ამას სახელი არ ექვემო და მოკლედ რაღაც ამ უცნაურ მართლობაში ვართ, სადაც ეროვნულობაზე მე ის ჯიხების რტყმა მიდის გულში. პლუს ეს რაღაცა ბაზრის დრაკონული კანონები არის ლამის რომ მე-19 საუკუნის ლიბერალიზმს გავს, სადაც ბავშვი თუ არ მუშაობს ქარხანაში, ესე იგი ფუჭდება მთელი წარმოება და შეუძლებელია სხვანაირად რა, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ შევამცირეთ წარმოების ხარჯები, შეუძლებელია იქ ვიღაცა ოჯახში მან რა ქვია, დიასახლისმან, მამასახლისმა იყიდოს რაღაც პროდუქტი და ამით ჩვენ ვანგრევთ ოჯახების ერთობლიობას, იმიტომაც ბავშვები უნდა იმუშაონ ქარხნებში. რაღაც ეგეთი მარაზმი იყო მე-19 საუკუნის სხვა შორის ევროპაში და ამერიკაში. და რაღაც ეგეთ მარაზმში ვართ რა. რამაც გამოიწვია მე ის ომიც აფხაზეთში რაღაცეები, იქიდან ხალხის დევნილობა, ასე შემდეგ და მოვიდით აქამდე, რომ საზოგადოება რაღაცნაირად დადებილებულები ვართ, დადებილებულები როგორ რომ გაციტოკაცებულები რა. არ გვჯერა ჩვენივე თავის ეს არასრულფასოვნების განცდა გვაქვს, რომ ჩვენ ქართველები რა ვართ, იდიოტები ვართ, უგორგესები ვართ, არაფერი წესიერი არ გაგვიკეთებია. რაღაცნაირად უცნაური წარსულის აღქმა შეგვჩა ეს რაღაცა გაბუქებული ისტორია, სადაც რა ვიცი, თუ ისევ წუნკალი დასავლელების მეთოდოლოგიებს თუ შევადარებთ, ცოტა ბევრი რამეში მოვიკოჭლებთ რა. სიზუსტეებში და რაღაც და რაღაც უცნაური ისტორია შეგვჩა. არც ვიცით საიდან მოვდივართ, უახლოეს წარსულში ჩაქეკვა არავის არ უნდა. არ უნდა ან მოუკლეს სურვილი, არ ვიცი რა, მოკლედ რა, გატეხილები რაღაცნაირად მორალურად საზოგადოება და მე მაგაში ვიზდებით, კაროჩი, თაობები. მე მაგალითად ეგ თაობა ვარ, რომელიც ამ ბურგერის ეპოქაშია გაზრდილი, რომელიც ანუ აი ბურგერის ეპოქის ჩასახვის ეს ვარ რა, პირმშო მაგალითად მე პირადად რომ მე პირადად მაგალითად იმ ბექგრაუნდით მოვდივარ რომ ესა ბიჭო ქართველები თუ ეხა ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი თაობა ვინც თავისუფალ საქართველოში დაიბადა რა და ეს ყველა გომოსოვიეტიკუსები ვინც აქამდე იყვნენ რა ეს საბჭოთა ხალხი რა ყველანი არიან იდიოტები რა ვაფშე რა ვინ არაფერს ან ზიანაა თო როგორც მიშა იყო და ჩარეცხილები სიმონ რაც ეგეთი ბაზარი და მე რო გონია რომ ყველაფერი რაც დასავლურია ეს ყველაფერი არის წმინდა ამანთ მაიციან ყველაფერი და ვაფშე ყველაფერი უნდა მოусვინო მას დასავლელ ტიპებს და დაჟე ერთ პერიოდი ეგეთ მარაზმში ვიყავ ეხლა ვაღიარო რა რომ ესა ბიჭო ჩვენ ქართველები მეთქი ისეთი კლანური რეჟიმი ვართ რა იმდენად ვერ ვაგვარეს ჩვენ საქმეებს სიმონ რომ ესა მოდი უცხოელი ისინი გვჭირდება რა მოსამართლეები ეგეთ იდიოტობას ვიძახდი რა მაგრამ ეგ როგორი იმისი ადგილობრივი კულტურული და სოციალური ქსოვილის რღვევა მოგეხსენებათ მაგრამ ხო ვიღაც უცხო რო ჩაერევა ვაფშე კონსერვარა კონტექსტების მაგრამ ეგ გვერდზე იყოს რა მოკლედ მაინც სად მივდივარი ხა ამით რა ამ ისტორიული ძარცვით რაც ეხა ვახსენე რა რაც ჩემი აზრით რომ მართლა ძარცვა იყო რა რაღაცნაირად მორიგი ტალღა ძარცვის რა თავის დროზე შაჰაბასი იყო მე ეს იყო რა ქვია ალექსანდრე პირველი თუ ვინ იყო მისი სამეფო რუსეთის მე ლენინის ბიჭები და ეხა ისა რა ქვია ტეტჩერის და რეიგანის ჩიკაგოს ბიჭები და ასე შემდეგ გადაგვივლიან ახლა გადაგვიარეს თო ეს და ამ რაღაც გაუგებრობაში ვართ ხალხი სრულ ფსიქოზში ვერც ხვდებით რა ხდება იმდენად კომპლექსური რაღაცები და ისე მაგრა შეთქმელია ამ ბოლო ეპოქის რაღაცეები რომ ის რაც გვყავს შეფუთულია როგორც რაღაცა რაც ჩვენ გვჭირდება და გვაცოცხლებს და ამის გარეშე ვერ შევძლებთ რა და თითქოს დავდებილდით და ორად გავიხლიჩეთ რა საზოგადოება სხვა შორის ეს ჩემი დაკვირვება აქედან აქ რას ვაკვირდება აქ ადამიანებს აქედანაც არის თითქოს უფრო გლობალურია ვიდრე მარტო ქართული რომ საზოგადოება ორად აღახლეჩილი სადაც გვაქვს ეს ამომავალი საშუალო კლასი ადგილებში როგორც საქართველოს რაც საშუალო კლასი აქამდე არ არსებობდა და ეხა უწევს რომ ფორმირდეს რა ტიპები ვისაც მაყუთი აქ და შეუძლია რომ რაღაც თქვა Spotify-ის და Netflix-ის subscription-ები ქონდეს და ბურგერებზე გავიდნენ და take away food-ები დაითრიონ და წავიდნენ იმაში რა ქვია ეგვიპტეში სტამბულში და ცოტა იმაში რა ქვია ტაილანდში საგულაოდ წელიწადში ერთხელ რა ეგეთი კლასი ხო მოდის ახლა რა უა რაღაცა ყალიბდება ეგ ტიპები არიან ვინც ამ ტიპიური კონსუმერისტული ან მოხმარებლური ცხოვრებით გაბრუებულები არიან და გათითოკაცებულები და ყავს კიდე მეორე კლასი რომელიც ამის ქვეშ არის მოხმარების მოჩე ვაფშე არის მოხმარება არ შეუძლია არის ყოველდღიურ გადარჩენაზე და ესენიც გათითოკაცებულები არიან კაროჩე და ვერ ხვდებიან რომ აოე ხალხო community აქაც მაგაზე სხვა შორის რევოლუცია რა ეგ საინტერესო არის აქ თითქოს უფრო განვითარებული საზოგადოება არის რა მაგრამ აი ეს ერთიანობა ადამიანების ერთმანეთთან ერთიანობა რა ეს საზოგადოება რასაც ქვია მორღვეულია თითქოს რა და ფიქრობ დაჟე აქ უფრო ადრე მოერღო ვიდრე საქართველოში და მაგიტო ხოლმე ჩვენ რო ჩამოდივართ ევროპაში და უყურებთ ტიპებს
ისა რომ რა გჭირს თქვენ ჩემო ცოტა ადამიანობა და რაღაც ერთმანეთს გატანა არ გინდათ თო რა ეფშალჩით რა ყველა ინდივიდუალისტები და მატერიალისტები ხართ თქვენ ჩემ აზზე მოდით თო ეგეთი რაღაცები ხო არის ხანდახან რა და გვენდა რომ ეგეც კაკრას აი ეგეთი რაღაცა წყობის როლია რომ ესე გაბრუებული ხალხი არის რა ზოგი უბედურებით გაბრუებული ზოგი არის ამ იმეთი რა ქვია ყველა ნივთებით და მატერიალიზმით გაბრუებული და მე კაკრას რაც უფრო ღრმად შედიხარ ამ მატერიალისტურ და მომხმარებლურ ფერხულში მე უფრო რთული მაგას დაიხსნა და რაღაცნაირად შენივე ხელით იკეთებ ოქროს ბორკილებს კი არა და საყელოს შეკესერზე და იმდენად მძიმე ხდება რომ ვეღარ დგები ფეხზე რა ხარც თუ სწორად ჩამოყალიბე და მოკლედ ამით მე ვკავშირებ ამ ყველაფერს იმას რა აი რაღაცნაირად ციფრმომაში როა საზოგადოება ვა რა გინდა რო ქნა ვერაფერს ვერ იცავ რა რაღაცნაირად თქოს თანამედროვე ეპოქის ცოტა ისა საიდგაისტია რა ანუ თანამედროვე ეპოქის სახე არის ამ თითქოს ტექნოლოგიური განვითარების და ჰიპერგლობალიზაცია კაცობრიობა ისე დაკავშირებული არ ყოფილა როგორც ისე არასდროს ისე მაგრა ყველაფერი მაგრამ თითქოს ამ ეპოქამ მოიტანა ეს რაღაცა დაჩლუნგება რომ ყველანი იმდენად ჩავეფალეთ ჩვენ თავში და ჩვენ კეთილდღეობაში რომ გვაუწყდება ერთმანეთის ირგვლივ და სოლიდარობის არსი გაქრა რა მაგრამ ეხა აქ რას ვაზრობ რა მოვითხოვ რომ ეხა სოლიდარობა ბიჭო და რაღაცა მე ხვალ გავიღვიძებ და მე ისევ ჩემ სადარდებელზე ვიქნები რომ ჩემი გადასახადები უნდა გადავიხადო და რაღაც რა მაგარია რა ცხოვრება მაგარი რაღაცა ხოდა მინდა შევაჯამო რა თითქოს აი ამ ზურაჯიშკარიანის ნალაპარაკებმა მე შთამაგონა რომ ეგეთი დასკვნა მაკეთებინა რა დასკვნა მაკეთებინა რა მეფიქრა ამაზე რომ რაღაც პონჩი რა აი ეს ხსნელები და მაშველები და მესიები რა ეგ არის მაგარი დეგენერატორი ვიღაც რო გპირდება რომ ეხა მე შენ მოგიგებარებ ყველაფერს ეგ არის დიდი ილუზია არავინ არაფერს არ მოუგვარებს ჩვენ თავის ხსნელები და ეს ცუდი და კარგი საზრონებას მაგარი ცუდი პონტია რა იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებ აი 90-იანების თელი 2 მტრიალი რაც იყო და მე ეგ ჩვენთვის ბნელი და ტკბილი 90-იანები და რაღაცა არის ეგეც ხომ მაგ რაღაც დიდი ისტორიული ტყუილის შედეგი არის გამოძარცვის და დემოკრატიის უკანალში ამოსმის ამ კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში როგორც საქართველოა რა და მე მანდა აი სახიფათო ნაწილი ეგაა რომ ამ თელ ისტორიულ ნარატივში მოკლედ ამ სიტყვებით კარგი და ცუდით იმხელა манипуляციების დატრიალება შეძლეს ვიღაცე არ ვიცი ვინ რა მაგრამ და პროსტა მაგ კარგი და ცუდი აზროვნებით რამხელა манипуляციების დატრიალება შეიძლება მაგას რომ ამოღამებ მე ხვდები ადამიანი რომ იდეა შეგეთი რაღაც არ არსებობს როგორც კარგი და ცუდი ცხოვრება არის და საყარო არის პროსტა რაც არის მე ჩვენ თვითონ ვარქვით რაღაცებს კარგს და ცუდს რა ხო ამის ყველაზე მაგარი მაგალითია ეს უსასრულო დიალოგი რო იმაზე რონალდო მესი თუ ესა რა ქვია BMW თუ Mercedes-ი ან ისა ამერიკა თუ რუსეთი რა და მანდ ხო ისა ორივე მხარის მხარები ერთმანეთს თხრიან თვალებს მაგრამ ორივე იმპერია bro ძალიან გაოპოლიტიკურე მაგრამ რავი რა ასიცავ რა იმპერია დარჩება ყოველთვის ყოველთვის ეხატება შენი ყველაფერი ერთ ადგილზე ის ინტერესები ექნება არც ერთი გიშველის არც მეორე და ეს ერთი იყო რომ კარგი ცუდი რაღაცა ჩემ შპარგლას ჩავიხედო და ჩემი ეს ერთი დიდი ისა რა ყველაზე დიდი მესიჯი რაც მინდა აქ წაიღოთ არის რომ ჩვენ თუ ჩვენს აფხაზ და ოს იმათ ძმებს და დებს ვაბულინგებთ რა რაზეა ვაფშე ბაზარი როგორ უნდა მოთხოვო ვიღაც უცხოელს რომ ხარში დაგიდგეს და რაღაც გაგიგოს და რაღაც რა მაშინ რა გარანტია გაქვს რომ ის ჩემისა იქით რა ზღვის იქით ან რაღაც ჩვენთვის რაღაც ზღვის იქით არა რომ ის ჩემისა იქით რაღაცებს არ ხლართავს და თავისი ტრაკის კეიფისთვის არ ირიგებს რაღაცებს რა ჩვენ თუ ჩვენი საქმე ვერ მოგვიგوارებია და ერთმანეთის გატანა ვერ გვესწავლია რა რატო გჯერა რომ ვიღაცა გინდა ჩრდილოეთით გინდა აღმოსავლეთით გინდა სამხრეთით გინდა დასავლეთით რატომღაც შეიწუხებს თავს შენ გამო ჰა მაგაშია საქმე ბიძია მე თუ აქ რო ვუყურებ რა ეხა ვაფშე ეს ყველაფერი ვიდეო ჩაწერა რატო გადავწყვეტე რა ამ კაკრას ამ შპარგლას ზესანამ დავიწყდი მას ფიქრობდი რომ მეთქი რა ვქნა და ესე მშობოდი რა რაღაცა voice ჩანაწერებს ვაკეთებდი და დავდიო რა თავზე ამ headset-ით და ბაზრობ ესე რაღაცები და მეზობელი დგას იქ ესე თევზივით რა იმაში ფანჯარაში და ზიყურეს რა ტიპი და მეც გავხედავდი და თვალში გადაიყრება და მე გამოიხედავ რაღაც და ტიპი დგას თევზივით შემხედა სამჯერ და მე უცებ დაიმალა რომ დაინახა რომ ბოლოს დავანახე რა სიფათი ეგრევე დაიმალა ჩაკეტა ფარდა და ამოიხურა რა მე ვფიქრობ რომ აი შეჩემა რა და თითქმის ყველა მეზობელი ეგრეა რა
უხუნთ მეზობლებმა ერთმანეთს არ შევხედოთ, თო, იმიტომ რომ პირადი სიცოცხლის რაღაც რა პონტი არის, თო. აუიდო. მე მაგალითად დამაფიქრე, რომ რა არის, აი, რას დაემსგავს საზოგადოება აქ რა. იმიტომ რომ ეგ მაგალითად ეხა აქაც სოფლებში რო ყოფილვარ აქაურ, დაჟე აქაურ სოფლებში რა. ისევ არის სხვანაირი დინამიკა არის რა, იქ რაღაცა ბარში ტიპი არ დაგიწყები, იმაში ხარ რა, სოფლის ბარში თუ რაც ქვია რა, რესტორან, კაფესავით რა, სადაც თელი ამბები ხდება. მანდ რო ხარ ეს ტიპი რაღაც დაგეხმარება, რაღაც სიზავენ, გადაძახებენ, გადმოძახებენ, გადარეკავენ, გადმორეკავენ, რაღაც ადამიანური მომენტები არსებობს და აქ ქალაქში იმენა, რაც მეტი ხალხი ერთად არის, დებილდება ხალხი, კაროჩე რა, ეგაა ჩემი დასკვნა რა. ხო და მე ეგ იყო რომ მეთქი ეს გვინდა ბიძია ბაბუა ესე გვინდა რომ დავდებილდეთ და ჩვენ თავში ჩავეფლოთ ბიძია ბაბუა და მაგაში დავაგონაგეთ ემაზე ზომბი მაპატია ბატონო ზურა ზომბი აღარ გქვიათ ვიცი ხო ზურას მასაც რუსმენდი მაგით რა და რავი ყველაზე მაგარი იმედის მომცემი ესა მესჯირო დავტოვო და გავქრეი არის რომ სოლიდარობა და სოლიდარობა და ჩვენი ცხვირის იქით გახედვა არის რაც გვიშველის ალბათ, მაგრამ საჭირო ვაფშე ლაპარაკი იმაზე რაც გვიშველის. ეს ხომ ისედაც ენტროპია და ქაოსია, რაც თავისი დინებით მიდის. და ჩვენ ვართ ამაში უბრალო ატომები, ვინც ეხეთქებიან კედლებს. მადლობა და ხომდის.